ტრეფიკინგისა და ნარკოდანაშაულის ბრალდება. საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ქალი დახმარებას ითხოვს. ლია კუხალაშვილი წერს, რომ მისი შვილი 3 წელია ტრეფიკინგის მსხვერპლია. თუმცა ზეწოლისა და შვილის უსაფრთხოების გამო ინფორმაციის გასაჯაროებას ვერ ბედავდა. კუხალაშვილის მტკიცებით, მძიმე დანაშაულში სტრასბურგში მცხოვრები ემიგრანტთა ჯგუფია ჩართული. მათ შორის სასულიერო პირიც. ემიგრანტი ქალის ბრალდებას სოციალურ ქსელში მისი შვილი გამოეხმაურა. მარიგუნია წერს, რომ ყველა ბრალდება უსაფუძვლოა. დედის მიერ დასახელებული ადამიანები კი უდანაშაულოები არიან. ხმაური საქალაქო სასამართლოში გიორგი ვაშაძესა და მანდატურებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიტიკოს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინის. ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდგომი არჩევნებისთვის, მათ შორის მუნიციპალური არჩევნებისთვისაც, განაცხადა გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ხურვალეთთან უკანონოდ დაკავებული გიორგი ბოლათაშვილი თავისუფალია. აღმოსავლეთ ჩინეთში ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.